გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ქალაქ თბილისში წულუკიძის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების ბაზრობაზე ავტომობილებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების რეალიზაციას ყალბის საგადასახადო დოკუმენტების საშუალებით ახდენდნენ და ასევე მყიდველების შეცდომაში შეყვანის მიზნით აკუმულატორებს კუსტარულად აკრავდნენ სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლის სამარკო ნიშნებს. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით და 200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.